როგორი წელი ჰქონდათ საქართველოში ბანკებს და რით აზღვევენ შენელებული ეკონომიკის ფონზე იმ ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში იმდენად მიმზიდველი იყო, რომ როგორც Fitch Ratings-ის ბანკების განყოფილების უფროსმა გვითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში, პოლიტიკური რისკები ინვესტორებისთვის სრულად დაკომპენსირდა. ალეკო ძნელაძეა ჩემი პირველი სტუმარი. მოგესალმებით ალეკო და უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. ელენ, მოგესალმებით. მივესალმები მაყურებლებს. უკვე წინასახალხო ციებ-ცხელება სრულ რეჟიმში გადავიდა. დიდი ბოდიში როგორც ოფიციალურ იმაში ვერ მოვედი და მანქანიდან მიწევს ჩართვა დაახლოებით საათნახევარია გევარ საცოცხლში. აქედან გამომდინარე საუკეთესო დროა რომ შევაჯამოთ ეს წელი, მაგრამ ნამდვილად. ალეკო Fitch Ratings-მა ესეთი რაღაც გითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო მთავარი დრაივერი, რის გამოც ბანკებს კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ 2025 წელს და რის გამოც ესე ვთქვათ მოგება იმდენად მაღალი იყო ბანკებისთვის, რომ აი ეს პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინვესტორებისთვის სრულად გადაფარა და დააკომპენსირაო. ეთანხმებით თუ არა აი ამ შეფასებას? ამ შეფასებას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ შინაარსობრივად საუბარი არის იმაზე, რომ თვითონ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა და ეკონომიკის მდგრადობამ და რეალურად იმ მაჩვენებლებმა რეალური ეკონომიკა რამდენად იზრდებოდა, რამდენად მდგრადი იყო ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რაც არა მხოლოდ დღეს, არამედ 2020 წლიდან ყოველწლიურად ვაწყდებოდით ხოლმე, რა თქმა უნდა, მართებული არის, რომ ზუსტად ესე შევაფასოთ ეს, რომ ეკონომიკურმა ზრდამ და რეალურად იმ მდგრადობამ, რა მდგრადობაც აჩვენა პრაქტიკულად ეკონომიკამ და ცალკეულმა სექტორებმა იძლევა საშუალებას, რომ პირდაპირ პროპორციულად ვიგულისხმოთ, რომ დღეს არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ ცალკეული დამოუკიდებელი სექტორებიც პრაქტიკულად ოპტიმიზმით ელოდებიან 2026 წელს. თუმცა ამასთან ერთვის აი ქართული ოცნების პოლიტიკის ახალი ტალღა, ესე ვთქვათ, ახალი პოლიტიკა, როდესაც ქართული ოცნება საქართველოს თქვენი ხმა ისმის ძალიან ცუდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ფონზე ვთქვათ, ქართული ოცნების პოლიტიკის ახალი ტალღა დაგვეწია ფაქტობრივად და ეს ტალღა გულისხმობს იმას, რომ ქართული ოცნება საქართველოს ადარებს, ესე ვთქვათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და რეალურად, ესე ვთქვათ, ფასების დაკორექტირების და ყველაფრის გაიაფებისკენ მიდის. აი ეს, ვთქვათ, როგორი გზავნილი არის უფრო ფართოდ ბიზნეს გარემოსთვის და როგორ ფიქრობთ, ანუ შეიძლება რომ ეს ირიბად შეეხოს, ვთქვათ, საბანკო სექტორსაც? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. როგორც იცით, როგორც თქვენთვის ცნობილია, საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ცდილობს მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. რეიტინგის უცვლელობა და ან გაუმჯობესება, ყოველი ნაბიჯი ამ გაუმჯობესების პრაქტიკულად ინვესტორებისთვის ხდის, რომ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ სხვადასხვა სექტორს ბევრად უფრო მიმზიდველად და ეს მიმზიდველობა ყოველთვის აკომპენსირებს, ვერ ვიტყოდი პირიქით, ესე ვთქვათ, აიაფებს იმ რესურსს, რა რესურსიც შემოდის ქვეყანაში და პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელმა წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ახალ საბანკო სექტორი არამედ ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებლები გვაქვს. საბანკო სექტორის ზრდის ტემპი, მოდით ესე ვთქვათ, წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლები იყო, მაგრამ ის დამაკმაყოფილებელი იყო და პროგნოზირებადიც კი იყო წლის დასაწყისში საუბრობდით კიდევაც, რომ
ეს ზრდის ტემპი იქნებოდა წლევანდელ წელს. ხო, თუმცა ფაქტი არის, ჩემი კითხვა სხვა რამე იყო. დიდი ბოდიში ელენე საერთოდ აღარ მესმის თქვენი ხმა სამწუხაროდ. იცით რა არის, მე ვითხოვ რომ იქნებ გავასწოროთ ეს ტექნიკური ხარვეზი თან პარალელურად და თან დაგისვამთ ამ კითხვას. ფაქტი არის ის, რომ ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამოიწია აი ამ მიმდინარე დისკუსიაში, ვთქვათ, ფასებთან დაკავშირებით, რიტეილერების პასუხში გაჩნდა ერთ-ერთი ფაქტორი, ისინი ამბობენ, რომ მაგალითად საბანკო საკომისიოები არის მაღალი და ამის გამოც შეიძლება ძვირდებოდეს ფასი. აი აქედან გამომდინარე არის ჩემი კითხვა, როგორ ფიქრობთ, აი ეს პოლიტიკა შეიძლება თუ არა მივიდეს ბანკებამდეც, ან პირდაპირ საპროცენტო განაკვეთების სახით, ან ვთქვათ ირიბად. ელნეკ, როგორც იცი, დღეს ძალიან ცხელი არის თვითონ ის ინფორმაციაც და ამ ინფორმაციასთან მიმართებაში ნებისმიერი კომენტარი ხდება პოლიტიკური განხილვის საგანი, როდესაც შევისწავლით და რეალურად ესეთი ცხელი არ იქნება ეს საკითხი, აუცილებლად მოგახსენებთ ამასთან მიმართებაში ჩვენ პოზიციას. დღეის მდგომარეობით, როგორც იცით, ყოველთვის ვერიდებით და ყოველთვის ავირიდებთ ხოლმე პოლიტიკური ნაწილით რაიმე კომენტარის გაკეთებას და დიდი მადლობა, რომ იგებთ ხოლმე ყოველთვის თქვენს ამ პოზიციას. ხო, ნუ ესეც პასუხია, კი, ესეც პასუხია ჩემთვის. უბრალოდ ეს ნაწილი შეიძლება უკვე ფინანსურ სტაბილურობას, საბანკო სექტორს უკავშირდებოდეს და ასე შემდეგ და ამიტომ არაფერი არ უდგას, არც ერთი მიმართულებით არაფერი არ უდგას წინ და საბანკო სექტორის მდგრადობას არც ერთ ეტაპზე და არც ერთ იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რა გამოწვევაც იდგა ხოლმე დღის წესრიგში, იცით რომ კიდევ ერთი საკითხი რაც არის ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის რეალურად პერიოდში პანდემიის პერიოდშიც კი მოსალოდნელი რისკების აღმოსახველად რამხელა შრომა ჩაიდო, თითეული მომხმარებლისთვის ეს პერიოდი ყოფილიყო ყველაზე მარტივად შეემსუბუქებინათ ეს პოზიცია და ამიტომ ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ შევაფასებდი ამას და როგორც გითხარით, აუცილებლად ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. კი ბატონო, მადლობა ამ პასუხისთვის. ასევე აი ფაქტი არის, რომ ეკონომიკა ახლა უკვე შენელების, უფრო პოლიტკორექტულად თუ ვიტყვით, ნორმალიზების ტრენდს აჩვენებს. ხომ და სების ანალიზით სწორედ ეს ტრენდი ეტყობა, ესე ვთქვათ, დღეს ბანკებს განსაკუთრებით ბიზნეს დაკრედიტების ნაწილში. დავით უტიაშვილი იყო გუშინ ამ თემაზეც ჩემი სტუმარი. ამ ანალიზს თუ ეთანხმებით და რა სიგნალი არის ეს უკვე საბანკო სექტორისთვის? მოდით შევხედოთ რამხელა არის მთლიანად ეს სექტორი. მთლიანი აქტივებით უტოლდება სრულად უტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტს, რაც პირდაპირ პროპორციულად შესაძლოა რომ ვთქვათ, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება იმ მაჩვენებლებში, რომელებიც აქვს ამ სექტორს. აქედან გამომდინარე, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მოქმედება აისახება, მაგალითად ზრდის ტემპზე, აისახება მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით მოგების მაჩვენებელზე, მაგრამ დღეს ყველა ბერკეტი აქვს საბანკო სექტორს, რომ მისი მდგრადობა იყოს ურყევი და ამას ადასტურებს არა მხოლოდ ადგილობრივი მარეგულირებელი და სხვა ანალიტიკოსები, არამედ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი. აი ამ ფონზე ვთქვათ ლოგიკური არის რომ შერბილდეს თუნდაც შერბილდეს აი რაღაც გარკვეული რეგულაციები მაინც ესე ვთქვათ საბანკო სექტორისთვის და რა მიმართულებით ხედავთ ვთქვათ ამ ნაწილში 2026 წელს შესაძლებლობებს.
რის შერბილებაზე ვსაუბრობთ? ანუ ეს მაჩვენებლები, რომლებზეც გვაქვს საუბარი დღეს, ანუ ის ბერკეტები, ის ბუფერები, ის მოთხოვნები, ის რეზერვები, რაც უკვე შექმნილი აქვს ეროვნულ ბანკს, არის კონკრეტული გამოწვევების შემთხვევაში მათი გამოთავისუფლების წინაპირობა. როგორც ჩვენ ვნახეთ, თუ გახსოვთ თქვენ, პანდემიის პერიოდში რეზერვის დიდი ნაწილი გამოთავისუფლდა და მოთხოვნის ნაწილი შემსუბუქდა. თუ ამ კუთხით ვსაუბრობთ, რომ რაიმე საჭიროებას ეროვნული ბანკი დაინახავს, დღესაც მოლოდინი გვაქვს, რომ ზუსტად ამ ნაბიჯებს ხო, ერთი არის რაც დაინახავს სები, მაგრამ მეორე არის თვითონ ვთქვათ ბანკები რას ხედავენ, ხომ და საბანკო სექტორი ვთქვათ სცილდება ორ უმსხვილეს მოთამაშეს, რომელსაც ბაზრის 80% უჭირავს. სხვათა შორის არტემ ბეკეტოვმა ეს დიპლომატიურად თქვა, რომ ასეთი კონცენტრირებული ბაზარი საკმაოდ უნიკალური არის მთელს მსოფლიოშიო. აი რა ხდება ვთქვათ იმ ბანკებისთვის, ვინც ვთქვათ ბაზრის 20%-ს ფლობს. მაგალითად, პროკრედიტ ბანკმა თქვა გუშინ ჩემს ეთერში, რომ სეფთან მუშაობენ, რომ იქნებ ვთქვათ აი ამ შედარებით მცირე ბანკებისთვის რეგულირებას ვთქვათ განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს უფრო მეტ ნაწილში, ვიდრე აქვს ვთქვათ TBC-ისთვის და საქართველოს ბანკისთვისო. აი ასოციაციას რა დამოკიდებულება აქვს, ესე ვთქვათ, აი ამ საკითხთან მიმართებით? პირველი თვალსაჩინო შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ბანკი ჩვენი წევრი არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვისაუბრთ ყველა ბანკის ინტერესებს, ანუ ყველას ინდივიდუალურად და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ასოციაციაში ყველა ბანკს, ანუ თითო ბანკს აქვს თითო ხმა, მიუხედავად ზომისა და სხვა პარამეტრებისა. აქვე მინდა ვახსენო, სისტემურ ბანკებს უკვე აქვს განსხვავებული მიდგომები და თუ კითხვას ვსვავთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიდგომები უნდა გამკაცრდეს თუ არ უნდა გამკაცრდეს კონკრეტულად სისტემური ბანკებისთვის, ერთი ნაწილი არის, რომ სისტემური ბანკის 3 ყავს, მაგრამ ამ ნაწილთან მიმართებაში მაინც სიფრთხილეს იჩანს ეროვნული ბანკი, რადგან ამ სისტემურ ბანკს იქიდან გამომდინარე ქვია სისტემური ბანკი, რომ მათთვის თუ მკვეთრად შეიძლება რაიმე მონაცემი, ეს რეალურად შეიძლება აიცახოს ეკონომიკაზე. დღეს კვლავინდებურად საბანკო სექტორი რჩება ერთადერთ მსხვილ დამფინანსებლად და ამასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი არის სამუშაო, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები კიდევ უფრო მეტი გაჩნდეს და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევად ჩაიდოს. და ამ თვალსაზრისით ვემუშავებით ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან, არამედ მთავრობასთან და პარლამენტთანაც გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ვთქვათ უფრო კონკურენტული რომ გახდეს მაგალითად სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის ეს ბაზარი. მეორე ნაწილსაც ვახსენებ აუცილებლად აქ, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენ ყავს 5 ახალი საბანკო დაწესებულება, აქედან 3 დიჯიტალ ბანკი და 2 მიკრობანკი. ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, რომ ეს ბაზარი არ არის ჯერჯერობით არც გადახურებული და ახალი წევრებიც ხედავენ თავისთვის იმ პროდუქტებს, რომლებშიც შესაძლებელია რომ იმუშაონ და კიდევ უფრო მეტად აჩვენონ ზრდა. აი 2026 წლის განმავლობაში ვთქვათ შეიძლება რომ კიდევ დავინახოთ ესე ვთქვათ კონკურენციის მეტი ზრდა ამ ბაზარზე და მეტი მოთამაშის შემომატება ან კონსოლიდაცია ვთქვათ Liberty ბაზის ბანკის გარიგებაზე იყო საუბარი ასევე Freedom ბანკის შესაძლო შემოსვლაზე და ასე შემდეგ ეს რეალისტური кейსებია ამ ბაზრისთვის ბატონო ალეკო როგორ ფიქრობთ? დღეს ამ თვალსაზრისით პასუხი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ დასრულებული არც ერთი ესე ვთქვათ მონაცემი არ გვაქვს
და მეორე საკითხი არის ამასთან ერთად თვე რომ სანამ რეალურად არ შედგება ეს მოლაპარაკება ის იმ ინფორმაციას ვფლობ მეც რასაც თქვენ ვფლობთ და რასაც საჯარო სივრცეებში აცხადებენ ინვესტორები და აქციონერები ამა თუ იმ კომპანიას. ბოლო ჩემი კითხვა და დავასრულებ და კიდევ ერთხელ კი დაგასრულებინებ. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ეტაპზე შეგვიძლია რომ ვუსურვოთ საფინანსო სექტორს და მთლიანად საქართველოს საუკეთესო წელი და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ იგივე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და სხვა ყველა მიმართულებით. ასევე თქვენს მინდა რომ მოგილოცოთ რამდენი ახალი. უღრმესი მადლობა. დამიტოვეთ რამდენიმე, ესე ვთქვათ, გზამკვლევისთვის, რას მივაქციოთ საბანკო სექტორის შემთხვევაში უკვე 2026 წელს ყურადღება და ამით დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით თქვენი დროისთვის. პირიქით, დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გიხდით უკაცრავად დიდი ბოდიში რომ აი ესეთ ამ ფორმატით მომიწია თქვენთან ჩართვა პირველად მომივიდა და არა უშავს მაყურებელი გაპატიებთ.